გეტყვით თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ კოსინუსების თეორემა სამკუთხედში, თუ ვიცით ჩვენ ორი გვერდი და მათ შორის მდებარე კუთხე, რომ ვიპოვოთ ეს მესამე გვერდი. კოსინუსების თეორემა გვეუბნება, რომ თუ ჩვენ გვაქვს სამკუთხედი და თქვა ეს გვერდი იყოს A, ამ გვერდის სიგრძე იყოს B და მათ შორის კუთხე იყოს α, მაშინ მესამე გვერდის სიგრძის კვადრატი, ანუ C კვადრატი გამოდის A კვადრატს დამატებული B კვადრატი გამოკლებული 2-ჯერ A-ჯერ B-ჯერ კოსინუს α. მოდი პირდაპირ მაგალითზე გადავიდეთ, კერძოდ თუ გვაქვს აი ჯერ განვიხილოთ მახვილი კუთხის შემთხვევაში ამოხდება. ეს გვერდი იყოს 5, მარჯვენა გვერდი იყოს 6 და მათ შორის მდებარე კუთხე იყოს 60 გრადუსი. კოსინუსების თეორემა არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, იმიტომ რომ აი ვიცით ერთი გვერდი, მეორე გვერდი, მათ შორის კუთხე და პირდაპირ მესამე გვერდს გავიგებთ, მესამე გვერდის კვადრატს. თავიდან ამ თეორემით. x-ის კვადრატი უნდა იყოს 5-ის კვადრატს დამატებული 6-ის კვადრატი გამოკლებული 2-ჯერ 5-ჯერ 6-ჯერ კოსინუს 60-ში. 5-ის კვადრატი არის 25, 6-ის კვადრატი 36, 2-ჯერ 5-ჯერ 6-ჯერ კოსინუს 60 გრადუსის არის 1/2. ეს ორები რო შეიკვეცება, დაგვრჩება 25 პლუს 36 იყო 61-ია, მინუს ეს ორები შეიკვეცება და 5-ჯერ 6 გამოდის 30. 61 გამოკლებული 30 არის 31, რაც ნიშნავს, რომ ამ გვერდის კვადრატი გამოვიდა 31, ანუ თვითონ ეს მესამე გვერდი გამოდის ფევსი 31, რაც დაახლოებით იქნება 5-დან 6-მდე მოთავსებული, იმიტომ რომ 5-ის კვადრატი 25-ია, 6-ის კვადრატი 36-ია, ეს არის სადღაც მაგათ შორის, ხო? 5-დან 6-მდე. 5 ნახევარზე ალბათ ცოტათი მეტი იქნება. რა შეეხება აი ბლავი კუთხის შემთხვევაში, თეორემა ზუსტად იგივეა, უბრალოდ ერთი საინტერესო დეტალია, რაც ოდნავ რაღაცას ცვლის. თქვა ეს გვერდი იყოს 4, მარჯვენა გვერდი იყოს 7 და მათ შორის მდებარე კუთხე იყოს 150 გრადუსი და თქვა ეს მესამე გვერდი იყოს z. კოსინუსების თეორემა გვეუბნება, რომ z-ის კვადრატი უნდა იყოს 4-ის კვადრატს დამატებული 7-ის კვადრატი გამოკლებული 2-ჯერ 4-ჯერ 7-ჯერ კოსინუს 150. ანუ ზუსტად იგივე რაღაცა, უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 90-დან 180 გრადუსამდე მაგ შუალედში კოსინუსი არის უარყოფითი, რაც ნიშნავს იმას, რომ და ეს 4-ის კვადრატი 16-ია, 7-ის კვადრატი 59 არის, მაგრამ მინუს 2-ჯერ 4-ჯერ 7-ჯერ კოსინუს 150. ეს კოსინუს 150 არის იგივე რაც მინუს კოსინუს 30. იმიტომ რომ 180 გრადუსს 30 გრადუსი გამოვაკოთ არის 150 და კოსინუს ესეთი რაღაც გამოდის, რომ აი კოსინუს ალფა არის მინუს კოსინუს 180 მინუს ალფა. ანუ ეს კოსინუს 150 იგივეა რაც მინუს კოსინუს 30, ანუ მინუს ფეში 3/2. აი ის ერთი დეტალი რასაც თუ ამბობდი არის, რომ აი აქ მინუსი რო გვაქვს და აქაც რომ მინუსია თან კოსინუს პლუს დასვავს ეს. და დაგვიჟდება 16-59 ვაზრებს 65 და ეს აღარ ეს მინუს მინუსი მოგწევს პლუს 56 და 2 შეიკვეცება და დაждდება 28 და გამოდის 28 ფესვი 3. და ეს არის ჯამში გვაძლევს z კვადრატს. და z-ი გამოა რა თქმა უნდა მესამე გვერდი ფესვი 65 პლუს 28 ფესვი 3. კიდევ ერთხელ ეს კოსინუსების თეორემა არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რომელიც გვეუბნება იმას, რომ თუ ვიცით ჩვენ ერთი გვერდი და მეორე გვერდი და მათ შორის მდებარე კუთხე, გავიგებთ იმ მესამე გვერდს. ჯერ გავიგებთ მესამე გვერდის კვადრატს და მე ფესვი რომ ამოვიღებთ ორივე მხრიდან, დაგვიჯდება რომ მესამე გვერდი არის ფესვი a კვადრატს პლუს b კვადრატს მინუს 2ab კოსინუს ალფა. მადლობა ყურადღებისთვის და თუ რამე კითხვები გექნებათ, დამიწერეთ.